სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფთა მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე, წამებასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს. სოსო ბარათაშვილის განცხადებით, დაკავებულებზე ზეწოლას პროკურატურის წარმომადგენლები და გამომძიებლები ახდენენ. მიზანი კი მათგან აღიარებითი ჩვენების მიღებაა. ადვოკატის თქმით, მის ეჭვს ისე ფაქტი ამყარებს, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა მამუკა ივანიაძემ კვირას მასთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა ორშაბათს ადვოკატისათვის ცნობილი გახდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მას უნდობლობას უცხადებდა და ბარათაშვილზე აცილებას ითხოვდა. ადვოკატი იმ პროცედურულ დარღვევებზეც საუბრობს, რომლითაც მისი აცილება მოხდა. თუ ის მას კვირას უკვე დაწერილი ჰქონდა ეს აცილება, ასეთ შემთხვევაში რამ განაპირობა ის, რომ ის თხოვდა დაკითხვაზე დასწრებას, რაზეც გამომძიებელმა მიპასუხა, რომ მან გაიგო ორშაბათს ეს ყველაფერი. მაშინ ვკითხე მას, რომ თუ 11 საათისათვის მას უკვე განცხადება ხელთ ჰქონდა და 11 საათზე ხდებოდა ეს ჩვენი შეხვედრა. მაშინ როგორ მოხდა ის, რომ ეს განცხადება უკვე მივიდა მთავარ პროკურორამდე და შემდეგ მთავარი პროკურორიდან მეშვეობით გადაეცა ხელში გამომძიებელსა და პროკურორს. ცხადია, რომ როდესაც ბრალდებული ითხოვს ოჯახის მიერ აღვანილი ადვოკატის აცილებას და სახაზინო ადვოკატს, გაურკვეველი სახაზინო ადვოკატს იმის გასაკეთებლად, რომ მას ბრალი არ უმტკიცდება, არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია და უნდა არარსებული ბრალის აღიარება, ეს ყველაფერი უკვე ნათელია როგორი მოქმედებითაც და რა ხერხებითაც ხდება. ფსიქოლოგიური ზეწოლის გარდა ადვოკატები ციხეში მათი დაცვის ქვეშ მყოფთა გაუსაძლის პირობებზეც საუბრობენ. მათი ინფორმაციით დაკავებულები ბევრად უარეს პირობებში გადაიყვანეს. ზოგიერთი მათგანის ჯანმრთელობა კი კრიტიკულია და სიცოცხლე შესაძლოა საფრთხეთ დაემუქროს. შაბათიდან ბატონი ომარ თედორაძე არის გაუსაძლის მდგომარეობაში. შაბათს მას შეუცვალეს საკანი და გადაიყვანეს სხვა საკანში, სადაც პრაქტიკულად სუნთქვაც შეუძლებელია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კატასტროფულ მდგომარეობაში და ემუქრება საფრთხეს თითქმის გადაადგილებას უჭირს დამოუკიდებლად. სოსო ბარათაშვილი გლდანის საპყრობილის ადმინისტრაციისა და სასჯელ აღსრულების მინისტრის ოზარ სუბარის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს, რადგან დაკავებულების მიმართ მოპყრობის გამკაცრება ადვოკატის თქმით მათი ჩარევის გარეშე ვერ მოხდებოდა. ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ სასჯელ აღსრულების სამინისტროში. პირობებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ეს არანაირად არ შესაბამებას იმართლებს, ყველა არის ძალიან ნორმალურ და ერთნაირ პირობებში, მეცაც გეტყვით. პირველივე დღეს, როცა მათი დაკავება მოხდა, ჩვენ ისინი პრაქტიკულად რამდენიმე ყოველდღისაც დაავადებები ჰქონდათ, არ გაგვიჩერებია იმაში პირველად საკნებში, სადაც განაწილება ხდება და მაშინ ავიყვანეთ ჩვეულებრივად კორპუსზე. ექიმების მხრიდან ჰქონდათ პირველივე დღიდან მაქსიმალური ყურადღება, ძალიან სწრაფად გავუკეთეთ მაღაზიის ბარათები, რომელსაც ჩვეულებრივ აქამდე აგვიანდებოდა 2 კვირა და რამდენ 3-4 დღეში მათ ჰქონდათ, ასე რომ იქ რაღაცა ცუდ პირობებზე ლაპარაკი არ შეიძლება არის. იქ ზეწოლა არის შეუძლებელი. მონიტორინგის ფარგლებში დაკავებულები უკვე მოინახულეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, დაკავებულების გადაწყვეტილება აეცილებინათ ოჯახის მიერ დაქირავებული ადვოკატი ეჭვებს და კითხვებს აჩენს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით სპეციალური შეხვედრა ადვოკატებმა დღეს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გამართეს. გასაგებია, რომ ნებისმიერ პირს უფლება აქვს ნებისმიერ ადვოკატზე თქვას უარი და მოითხოვოს სხვა ადვოკატი, აქ ფორმალური კუთხით არანაირი პრობლემა არ არის, ცხადია, მაგრამ აი მისი ეს უარი ადვოკატზე დროში ემთხოვა ბატონი ომარი თედორაძისთვის პირობების გაუარესებას. ამასთან ცხადია ჩნდება კითხვა, რომ რატომ ამბობს ბატონი მამუკა ივანაიძე ცნობილ და კარგ ადვოკატზე უარს და ითხოვს სახაზინო ადვოკატს, ანუ გაურკვეველ ვითარებაში ჩაიგდო თავი და უარი თქვა კარგ ადვოკატზე, ანუ რატომ უნდა გააკეთოს, რა უნდა ქონდეს ადამიანს ამის мотиваცია, ხო? ცხადია ჩნდება კითხვა. და მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ ჩვენ წარსული წლების გამოცდილებას, რა შემთხვევაში იღებდნენ ხოლმე პასუხისგებაში მიცემული პირები ამ ტიპის გადაწყვეტილებებს, ცხადია ეს არის ის ამბავი, რაზეც საზოგადოება უნდა დაინტერესდეს. ძალიან სამწუხაროა, რომ დროის გასვლის შემდეგაც მდგომარეობა არათუ არ გამოსწორდა და დარღვევები არათუ იქნა შესაბამისად გაანალიზებული, არამედ დაემატა. მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ სრულიად დაუსაბუთებლად და გაურკვევლად გადაიდო წინა სასამართლო განხილვა, რომელიც ხვალ უნდა შემდგარიყო და აგვისტოს 4-ისთვის გადაინიშნა. ყველა ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ რაღაც ვერ ხდება ისე, როგორც უნდა სამართლიან და ობიექტურ გამოძიებას
ხმებაში ხდებოდეს და ამიტომ ამაზე არის დაუყოვნებლივ რეაგირება საჭირო. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი თამარ შვანგირაძეც, რომელიც აცხადებს, რომ სახალხო დამცველის აპარატი ამ საქმეზე მუშაობს და მისი დასკვნა და რეკომენდაციების შესაბამისი უწყებების მიმართ მომავალში გახდება ცნობილი. მიმდინარეობს გარკვეული გარემოებების დაზუსტება და შესაბამისად საქართველოს სახალხო დამცველი მას შემდეგ რაც კომპლექსურად შეისწავლის საქმის ვითარებას, თავის შეფასებას ბუნებრივია საჯაროს გახდის და ამავდროულად სათანადო რეაგირებას განახორციელებს, რაც გულისხმობს საგამოძიებო ორგანოებისათვის თუ კი გამოიკვეთა გარკვეული ფაქტები, უფლება დარღვევის ფაქტები ბრალდებულთა მიმართ სათანადო რეაგირებას განახორციელებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს 5 თანამშრომელი შეპესე მექანიზატორის ქონების გაფლანგვის ბრალდებით 1 მაისს დააკავეს. მათ საქმეზე წინასწარი სასამართლოს ხდომა 5 აგვისტოს არის ჩანიშნული.